დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ძალიან რთულია იმ მხრივ, რომ პირველი გამოფენა არის მურთაზ ჯაფარიძის გარეშე. ძალიან ძნელია ამის გათავისება და აღქმა. მაგრამ ჩვენი სკოლა ვაგრძელებთ ტრადიციას ისევ და დღეს მორიგი საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ბავშვთა ნამუშევრების შემოქმედებითი და სასწავლო ნამუშევრების გამოფენა. ამ გამოფენაში ყველა ასაკობრივი ჯგუფი ღებულობს მონაწილეობას. ძირითადად ეს არის შემაჯამებელი და მათი შრომის შედეგის დანახება ხდება საზოგადოების და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და ჩვენი დიდი ზეიმი არის დღევანდელი დღე. ეს ნახატები არის შესრულებული ფანქარში, აკვარელში, გუაშში, ყველანაირი ტექნიკით, შერეული ტექნიკითაც, ზეთშიც ასევე. საინტერესო ნახატები აქვთ ბავშვებს, ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს. თითეული მათგანი თავის განცდას, თავის განწყობილებას გამოხატავენ ფერის საშუალებით. სამხატვრო სკოლაში არის 230 მოსწავლე. აქედან არიან ნაწილი პატარები, მოსამზადებელი ჯგუფის და არიან დიდი ბავშვებიც, ასევე არიან აბიტურიენტებიც, რომლებიც წელს აბარებენ სამხატვრო აკადემიაში და სხვა სახელოვნებო სასწავლებლებში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის ამ სივრცეში ჩემი საქმიანობის გაგრძელება, რადგან ამ სივრცეში მეც მის დროზე ვსწავლობდი და ძალიან დიდი სიამოვნება ისევ აქ საქმის გაგრძელება. დღეს სამწუხაროდ ცუდი რეალობა ის არის, რომ ბატონი მურთაზის გარეშე მოხდა. ამ რეალობას ვერ გავექცევით და აქვე დიდი წუხარება მინდა გამოვთქვა მისი ოჯახის მიმართ. მაგრამ ყველაფერი მაინც მისაშვება და ჩვენ შევეცდებით ჩვენს მაქსიმუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ წარჩინებული და ნამდვილად გამოჩენილი მოსწავლეები აღვზარდოთ. წარმოდგენილი გვაქვს შავი ფანქრით ნამუშევრები, ფერებშიც ასევე სხვადასხვა სტილის, ნატურმორტები, გეომეტრიული ფიგურები და ასე შემდეგ. ხედავ ბევრ მოსწავლეში ნამდვილად ხედავ იმ პოტენციალს თავიდანვე მოსვლის დროიდანვე აქვს ბევრს მონაცემები, საიმისოთ რომ თუნდაც მოკლევადაშიც ბევრს შეუძლია რომ მეტი და მეტი ნაბიჯი წინ გადადგას. არის ეს წინსვლები და მე ძალიან მომწონს. 2 წელია რაც დავდივარ ხატვაზე, ძალიან მომწონს აქაურობა და ყოველ წელიწადს ვცდილობ რომ მივიღო მონაწილეობა. ჩემი ნახატებიც არის გამოკრული და ვცდილობ რომ უფრო უკეთესი იყოს და მოეწონოს ხალხს ჩემი ნახატები. ნოემბრიდან შემოვედი აქ და დავდივარ ხატვაზე. პირველ რიგში, როდესაც შემოვედი, მასწავლი და მედანიას გვასწავლი და ირმა მასწავლებელი და შემდეგ კი თეა მასწავლებელი. და მე მიყვარს ყველაზე მეტად ჩიტების ხატვა. ისევ ჩიტების ნახატი მაქვს გამოფენილი, იმიტომ ძალიან მიყვარს ზოგადად ჩიტები.